წავ მოტოციკლს რბოლაში როგორ მიიღებ მონაწილეობას? მართალი ხარ. გეუბნები, რადგან უნდა დამიჯდეს, შეჯიბრზე უნდა გავიდე. როგორ არ გესმით? ასაკი მიმდის. ან უნდა გავიმარჯვო, ან კი მთელი ცხოვრება მამაჩემის ხელქვეითად უნდა ვიმუშაო და მის ხელს უნდა უყურო. ამიტომაც 300 ლირა მომეცით. ორიგინალ ნაწილებს დამიყენებენ და საქმეც მოგვარდება. ნო, პრობლემა მარტო ეს როდია. ის შეკეთება სულ მცირე 1200 ლირა დაჭირდება. არც ერთი ქურუში არ მოქვს. ისედაც თახირისთვის 8 კვირის ხელფასი მოქვს გადასახდელი. მართლა? ილიას. ასჯერ გაგაფრთხილე. გითხარი რომ სპონსორის გარეშე არაფერი გამოგივა მეთქი, მაგრამ არ მგესმის. უკვე მესამე წელია ბოლთასცემ. ქემალამდე ბევრი გაკლია. ქემალი ცოცხალი რომ იყოს, უკვე დიდი ხნის წინ გახდებოდა ჩემპიონი. გამიჯერე. ჩემს ნიჭს ვერავინ ამჩნევთ. მარტო ჩემი ძმა ხედავდა, მარტო ის მიწყობდა ხელს, მაგრამ ისი გარდაცვალების შემდეგ სულ მარტო დავრჩი. ასეა. სულ მარტო ვარ. რა სიტყვი? აღმარზე ასვლა გიჭირს. ამიტომ მეტი გაზი უნდა მისცე. ფინიშთან მიახლოებისას კი პანიკაში ნუვარდები. სიმშვიდე შეინარჩუნე. შენი ჭიერი ხარ. მომგითხარი თუ ივარჯიშებ, ყველაფერს მიაღწევ. დავედით. მზად ხარ? პრაქტიკაზე გადავდივართ. დამშვიდი და მოდუნდი. მოტოციკლი უნდა დაიმორჩილა. შემთხვევით გზიდან თუ გადახვედი, არაფრით არ დაამუხრუჭა. მოტოციკლს მაშინვე მიმართულება შეუცვალე. არავითარ შემთხვევაში არ დაიძაბო. მოტოციკლი მაგრად დაიჭირე და წინ იყურე. თუ უკანა ბორბლით გინდა გავლა, სიმძიმის ძალა უკან გადაიტანე და მოტოციკლიც სიჩქარეს მოუმატე. საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად კი წინა ბორბალი მიწაზე ნელ-ნელა დაწიე, რომ დაშვება ნაკლებად საგრძნობი იყოს. არ ვიცი ამას როგორ მივაღწევ, მაგრამ უნდა მივაღწია. ჩემი ძმის წამოწყებულ საქმეს წარმატებით დავაგვირგვინებ. ჩემი ძმის ნასწავლით ცხოვრებაში საპატიო ადგილს დავიკავებ. დამიტოვე. ღამით შემამოწმებ. ამ ჯარძენო დაკარგავ დროს. ღამის თევად ნამდვილად არღის. ქემალი ამაზე უარესი მოტოციკლით გასულა შეჯიბრებებზე და გაუმარჯვია. უცებ მოვიყვან აზრზე.